ამაჟღათ მოგესალმებით, მე ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე არის ყოველ შემთხვევაში. დღეს ძალიან საინტერესო აქს მოეწერა ხელი, შეწყალე გაათვა, რაც ეძახიან ზუსტად არ ვიცი. ფაქტი არის, რომ აი 2200 ადამიანს, რომლებიც ამნისტიით უნდა გათავისუფლდნენ ახალ პლანზე, შეემატა კიდე 1200 წვათ. არა, სულ გახდა 1200. ამ 1000. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი და როგორც ორიგანა ისტორია გადმოგცემ, თქვენ ახალ პლანზე ამის ინიციატორი დღეს ერთად ჩაატარეთ საგანგებო პრესკონფერენცია პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით და ბაზარგია თორთაზია ჩვენი სტუმარი ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელი ყველაფერს თავი დავანებოთ ბაზარგია თუნდაც ის რომ აი დღეს რამდენიმე ქალბატონმა დამირეკა და მადლობას მეგიხდით მესტუმრებოდი კი გადაუხადეთ მადლობა მისი ინიციატივა იყო და მან იმოქმედა გარკვეული დოზით ამ იდეის რეალიზაციის და შედეგით მე მგონი ის არის რაზეც ეს ასობით ადამიანი მემირეკავდა. ბაზარგია გისმენთ ვის შეეხო ეს გათავისუფლება და რა დასაჟელი შეუსუბუქდა თუ საერთოდ მოეხსნათ რა კატეგორიის პატიმრებს. აქ არის საუბარი 1200 ადამიანზე, მე გეტყვით ახლა უბრალოდ ორი სიტყვით როგორ დაგვაყალიბდა პროცესები, ანუ ამნისტიის მუხლები, რომლებიც მომზადდა ხელისუფლების მიერ, მე ჩვენი მიერ იქნა დამტებული კიდევ 23 მუხლი, ეს მუხლები ყველა ერთად, ასე ვთქვათ, შეჯამდა. ამ მუხლების პარალელურად ჩვენ დავაყენეთ საკითხი კიდევ 6 მუხლზე, ეს არის სამოხელეო დანაშაულები, ანუ ხამის მიცემა, ხამის აღება, უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სიყალბე და ასე. 6 მუხლი. რაც შეეხება ამ მუხლებს ჩვენ ამაზე ესე შევთანხმდით, რომ ამ მუხლებით გასამართლებული ადამიანები პირდაპირ წესით იქნებიან პრეზიდენტის მიერ შეწყალებული. ეს შეთანხმება შედგა მაშინ და ამნისტიას, რომელიც გამოვიდა, დამატებოდა კიდე ეს ხალხი და დაემატა დღეს მოხდა ესეთი რამ. ამ მუხლებში ასევე შევიდა კიდევ 273 მუხლი ამ ნარკოტიკების გამოყენება, სადაც გაუნახევრდა საჟელი დაკავებულ პირებს, მაგრამ ზოგს დარჩა 3 თვე, 4 თვე, 5 თვე, ამიტომ ესეთი ხალხით შეიყვანეს პირდაპირ შეწყალების შეშტე ისინი შეწყალების გამო. დღეს მოეწერა ხელი 1200 პატიმრის განთავისუფლებას. სულ გამოვიდა რომ განთავისუფლდება დაახლოებით 2000-2200 კაცი. მე ესე იგი მაქვს იმის საშუალება რომ სულ რამოდენიმე დღეში 1200 კაცის სია მე ხვალე შეიძლება მქონდეს, მაგრამ მე მინდა რომ სულ ყველა განთავისუფლებული სია ალია დაგვირდა ჩვენ ამ სიას დაბეჭდავს სრულად, ამიტომ მთელი სია დაიბეჭდება. სრული ვინც განთავისუფლდა არიან კიდევ დაახლოებით 5000 ადამიანი რომელსაც გაუნახევრდა საჯელი და არიან პატიმრები რომლებსაც პატიმრები არა უფრო სწორედ ასე ვთქვათ ხალხი რომლებსაც პირობით საჯელი ჰქონდათ ისინი თავისუფლებაზე იყვნენ მაგრამ მოგეხსენებათ ხა პირობით საჯელი არის ძალიან სერიოზული რამ თუკი შენ ჩაიდენ ატარამ სწორედ მან დანაშაულსაც კი აქ ამ დროს ცოცხლდება ის პირობით საჯელი და შეიძლება საკმაოდ დამძიმებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ადამიანი საპრობილეში. აქედან გამომდინარე ის გამონათქვამები, ის აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომები, რომელიც მე მესმოდა წინასწარ, რომ ეს იქნება ფასადური, ეს იქნება არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი, მე მინდა საზოგადოებას მიმართო, რომ 2200 ადამიანი განთავისუფლდა 5000 ადამიანს გაუნახევრდა და თითქმის 6000 ადამიანს მოეხსნა პირობით საჯელი. ეხლა რაც შეეხება, ეს არის მონაცემები, რასაც მე გეუბნებით პირდაპირ. და ამიტომ ეხლა თუ ვინმე შეჩვენება, რომ ეს შეწყალება არის ფასადური, მაშინ კეთილი ნებოს თვითონ მოამზადოს უფრო ცელი, უფრო სერიოზული. ეხლა მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ განვაცხადო, რომ ამ სტუდიაში ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ასეთი რამ, მე ისი პატივისცემიდან მიუხედავად, მე არა მაქვს უფლება რომ მას არ უპასუხო. მან განაცხადა რომ საფრანგეთში ყოველწლიურად ეწყობა ბევრად უფრო სერიოზული ამნისტიები, ვიდრე 14 წლის. ახლა მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, ერთი საფრანგეთმა ამნისტია პირველი ამნისტია საფრანგეთმა მიიღო 1988 წელს. ასე რომ როცა საფრანგეთი იყო ჩამოყალიბებული დემოკრატიული განვითარებული ქვეყანა. მანამდე ამნისტია არსებობდა. რაც შეეხება ყველაზე დიდ ამნისტიას საფრანგეთის ისტორიაში, ეს იყო 14000 ადამიანი. დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანებსაც შეეხო აქ, მაგრამ მე ჩვენ ვართ 4 მილიონიანი ქვეყანა, ის არის
თითქმის 60 მილიონიანი ქვეყანა იქნება პროცენტულად დავთვალოთ მაშინ როგორი განსხვავება. რაც შეეხება ყველაზე პატარა ამნისტიას, ეს მოხდა 2002 წელს და შეეხო უბრალოდ 2002 წელს იყო და 2006 წელს შეეხო 3500 ადამიანს 60 მილიონიან ქვეყანაში. და წელს, როდესაც საუბარია სარკოზის, ასე ვთქვათ, პერიოდზე, პრეზიდენტობის პერიოდზე, საერთოდ უარი განაცხადა სარკოზმა ამნისტიაზე წელს ამ ზაფხულს არანაირი ამნისტია საფრანგეთში არ ყოფილა. და როგორც მან განაცხადა, ჩემი მმართველობის პერიოდში ამნისტიები არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ესეთი მკაცრი ის კაცი. მაგრამ რატო ესეთი ნუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, თავისი დამოკიდებულება აქვს პატიმრებისადმი და დანაშაულებისადმი. მაგრამ მე უბრალოდ სარკოზზე კი არ მოგიხსენებ ლაპარაკი, საუბარი არ შეიძლება ყუილები ვილაპარაკოთ ეთერში, იმიტომ რომ ეს ადვილი შესამოწმებელია. ჩვენ გავხსენით ინტერნეტის შევედით და მოიპოვოთ ეს მასალები. არ შეიძლება ყუილის გარდა, არ შეიძლება საზოგადოებას გაუჩინო ასე ვთქვათ, ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომ ეს არის ფასადური ამნისტია, ეს არაფერს არ ნიშნავს. დღეს ყველა მოისმინა. სიერს გამოვაქვეყნოთ, ბატონო და ყველაფერს დავდეთ თავის ადგილას, მაგრამ წინასწარ როცა აცხადებს ადამიანი, წინასწარ როცა აქ მე მახსოვს აქ დებატები იყო და მთელი ამბავი ატეხეს, რომ ეს არის ფასადური, ეს არის ყუილი და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა პოლიტიკოს ხო მე და ყველა ადამიანს მიმართავ. სანამ რაიმე პროცესი არ დასრულდება, სანამ რაიმე პროცესი არ მივა ბოლომდე შეფასებებისგან შევეკავოთ და იქნება კარგი რამე გამოდის და არ არის საჭირო ხო წინასწარ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კარგი პატოლოგია შეიძლება. არა, კიდევ ერთი რამე, მინდა დავამატოთ ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა გაითვალისწინა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ფოტოშოპში ჩვენ შევთავაზებთ ბატონ სააკაშვილს და მოხდა ასეთი რამე. პატიმრები რომლებიც იხდიდნენ საჯელს, მათ ჰქონდათ ძირითადი საჯელი და მათ ჰქონდათ პირობითი საჯელი. ამიტომ ეგრეთ წოდებული უდო, ანუ ვადამდე ადრე განთავისუფლება ითვლებოდა ხოლმე მთლიანად. და ძალიან რთული პროცესია ეს. წარმოიდგინეთ, ახლა აქვს ადამიანს 3 წელი და 5 პირობითი. ამიტომ ნახევარი სანამ არ გაუვიდოდა მას და ნახევარს თვლიდნენ მთლიანად. ეხლა ეს პირობითი საჯელი მოშორდა ამას და ძირითადი საჯელის ნახევრის გასვლის შემთხვევაში შეეხება მას უდო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში. ეს ძალიან ბევრ პატიმარს შეუმსუბუქებს მდგომარეობა და ბევრ უფრო ადრე გამოვლენს ციხიდან ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ამიტომ მე უბრალოდ მივესალმები იურიდიული კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას, რომ დღეს ესეთი რამ მოხდა და თქო ეს ჩვენი ინიციატივა ანტიკრიზისის საბჭოში საბოლოო ჯამში მოვიდა პარლამენტში და ამას რა თქმა უნდა ცოტა ხანში განიხილავენ უკვე და მიიღებენ როგორც კანონპროექტს. ეს რაც შეეხება ამნისტიას შეიძლება შეგეკითხოთ პატიმრებთან დაკავშირება, ზოგი არ იფიქროთ, რომ რაღაც ისეთი მიკერდებული და ქალბატონ სალონეზე მინიშნება რომ გააკეთე. არა, მინიშნება იმიტომ გააკეთე. პირდაპირ განაცხადა. და მაშინ მე არ ვარყოფოთ თორემ მე ეს გამიძოლული ფრანჩი არაფერი არ არის. ევროპელებს უხარიათ ხოლმე, თუკი რაღაცა ესეთი პოზიტიური პიონერები არის. ახლა საბოლოო ჯამში მოდით უნდა გავაიცება, რომ ესეც ნაპოლეონის კოდექსი აგეს თითქმის ხო რა თითქმის ევროპელებზე და განსაკუთრებით ფრანგებზე რო ლაპარაკობ ბატონ დავით იქნებ გავიხსენოთ გილოტინა რომელსაც შეცვალეს ეს საჯელი ხო ამიტომ მე კი არ ვამოფრობ მე არავის არ ვაკრიტიკებ მე ვამბობ ერთ რამეს რომ საერთოდ როცა საქართველოზე ვინმე ლაპარაკობს განსაკუთრებით უცხოელი ყველამ თავის ისტორიას გადახედოს, ჩახედოს. ჩვენ მაგალითად მე-11 საუკუნეში თამარ მეფის დროს თამარ მეფემ აკრძალა სიკვდილით დაჯა და სხეულის განზრახ დაზიანება. ანუ ესეთი დანაშაულების ფორმები იყო და თამარ მეფემ საქართველოს მე-12 საუკუნეში